რას გაკეთებდი? თუ ერთ დღეს შენი ძმა გაუჩინარდა და შენ საძმა კაცოსთან ერთად პასუხებისაც ძირლად წახვედი. მაგრამ მალევე გაანალიზე, რომ შენი ძმა მკვდარია და ახლა კლოუნი მოგზევს, რომელიც შიშტიკვებება. დღეს მე განვიხილავ შრომზე არა მარტო შრომს მეგობრებო. დღეს მე განვიხილავ თუ როგორ დავამარცხოთ პენივაიზი მკვლელი კლოუნი ფილმში სახელად იგი. პატარა ჯორჯი წვიმაში საკუთარ ქაღალდის ნავს მიყვება მანამ სანამ ქაღალდის ნავი კანალიზაციაში არ ჩაუვარდება. ჯორჯი დაიხრება რომ ნახოს თუ საჩაუვარდა ქაღალდის ნავი და მოულოდნელად მნათობი თვალები გამოვა კანალიზაციიდან. და კლოუნი თავს წარადგენს როგორც პენივაიზი და ჯორჯის ეტყვის რომ შეუძლია თავისი ქაღალდის ნავი აიღოს და როდესაც პატარა ბიჭი ხელს გაუწვის პენივაიზი ხაპეჭეს უზამს და ხელს წაართმევს. ჯორჯი გახოხდება, რა ხდება? დამეხმარეთ ვიღაცაო და მოდად პენივაიზი საკუთარ კლოუნის ხელს გაჭიმავს ნიკოპსიდან დარუბანდამდე და ჯორჯის კანალიზაციაში ჩაითრევს. ერთი წელი გავიდა რა ჯორჯი გაუჩინარდა და ბილს ჯორჯის უფროს ძმას გეგმა აქვს. ზაფხული მოვიდა და ყველა დასვენება ჭირდება, მაგრამ ბილს სულ ცალჭუჭუზე ახატია ეს ყველაფერი. და გუნჩეს თავაზებს რომ ჯორჯის საპოვნელად კანალიზაციებში ჩავიდნენ. ბილის სახლში დაბრუნდება და ნახავს საკუთარ მამას, რომელმაც იპოვა ბილის გეგმა. ბილმა გამოიზია და მიხვდა თუ სად გადის სანიაღვრეჭები. დააპირებს რომ ჯორჯი მონახოს, მაგრამ მამისი ძალიან გაბრაზებულია და მამისი ეტყვის ბილს რომ ჯორჯი მკვდარია და ზებნას უკვე აზიარა. მაგრამ ამცარაკუ ამ მშობელმა არ იცის რომ მალე ბილი ისეთ საიდუმლოს მოშაქრავს, რომელიც უკვე მთლიან ქალაქს ატერორებს წლების მანძილზე. ოპა ეს მომენტი მიყვარს, რამდენი ხანია არ გამიკეთებ მე მგონი 2 წელია. ახლა უყურე. ეს კაცი რაც ეკეთებს მართალია, მაგრამ მასტი კულტურული რეაქცია არ უნდა ქონოდა. თუ ბილმა რეალურად იცის სანიაღვრეჭები სად და როგორ გადის, მაშინ ესეც ეცოდინება, რომ სისხლი არ დარჩებოდა თუ ეს ჩვეულებრივი მოტაცება იქნებოდა. ამიციდან მხოლოდ 2 მზრახველი ყავდა, ხო? კატო და ქალი. და ქალმა დაინახა, რომ სისხლი იყო მან მიუხედავად იმისა, რომ წვიმან ჩამორეცხა, სისხლი მაინც დაინახა ამ ქალმა. და გააკეთებდა კომენტარს რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე. და ეს შეუძლებელია რომ ჩვეულებრივი გატაცება ყოფილიყო. რა, ჯერ ცემა და მერე დაიჭირა და მანქანაში შეიყვანა? მაშინ ყველა გაიგებდა ამ ყველაფერს. ამიტომ უნდა დაუფიქრდე შენ ყველა. მეორე კიდე ამ ქალაქში რამდენი ბავშვია გაუჩინარებული და საკუთარი მშობლები არაფერს არ აკეთებენ, თავის არ იწუხებენ, რომ საკუთარი შვილები მოძებნონ. რომ წიგნში ბილის მამა არის წყლების ელექტროგამყვანი დერიში. და ამ გამოდებილებულმა წეს უნდა იცოდეს და უნდა ამოწმებდეს სად არის სანიაღვრეჭებში ამბები და ლოკაციები. და რატო არ იწუხებს რომ საკუთარი შვილი მოძებნოს? ბილს თუ რაღაცას ამოხსნა უნდა, მაშინ უნდა ამოხსნა თუ რატომ კიდია ცალ-ყვერზე ამ კაც საკუთარი შვილის ბედი და თუ ესე იგი ხართ იგის მოყარული, მაშინ ძალიან ბევრი ფიქრი აჭირდება ამ ყველაფერს რომ პენივაიზ ეს ხალხი დადებილებული ყავს. ამ ბიჭს სახელად მაიქს ხორცი მოაქვს ველოსიპედით, მაგრამ უნდათ უკან ხმას გაიგებდა რომ გამოტრიალდება, ხელებს დაინახავს. მაიკი გაუგდება, ეს რა ჩემი ფეხები ხდებაო, მაგრამ უნდათ კარი გაიღება, მათ ფიგურა ჩანს, რომელიც კალანჭზეა დაკიდული. ის მოულოდნელად მაიქს ხელს დაუქნებს და თვალები აერთება, მაგრამ უნდათ მანქანა მოვა და მაიქს ეთქვიან ეხა, იმიტომ რომ ეხა 1998 წელია და რასიზმები, ხო, უფრო ხშირი. მეორე მსხვერპლი კი ამ ისტორიაში არის ეს ბიჭი, რომელიც წიგნის წაკითხვის მერე მამამისს უნდა დაუბრუნოს ეს წიგნი, მაგრამ სახეზე აიფარებს ხელს, რადგან გვერდზე უნდა ჩაუვაროს ნახატს, ქალის, რომელსაც ძალიან გრძელი სახე აქვს. წიგნის ზედების შემდეგ ის უკან უნდა დაბრუნდეს, მაგრამ მოულოდნელად ნახატს წაქცეულს ნახავს, როცა გაასწორებს, ვაიმე არავინ. იგი შემოტრიალდება და ვაიმე რა ხარ შენი დედის გლანდი ამოვიღე და გაიქეცე. მაბადით. ახლა უყურე. წარმოგიდგენთ მეგობრებო, პენივაიზმა ბავშვი ინდონეზიაში აჩინა რომ ამ საიწყალებაზე ეგონა რომ რაც დაინახა წარმოსახვა იყო. რაც ძალიან საშინელებაა, რადგან უფრო მარტივს ხდის შენ თავს რომ შემდეგში იგივე გაგიმეორდეს. ასე რომ ვითარ შემთხვევაში თქვა რომ წარმოსახვა იყო. მონსტრი გისმის. ყველაზე კარგი ვარიანტი ახლა ის არის რომ გაიტანო ეს ნახატი და ცეცხლში აგიზგიზო, რადგან თუ არ გევასება, მამაშენად თუ არ ეუბნები რომ ეს რა ნახატი მოიტანე მომეჩემო, შე გიჟი ხო არა ხარ, მეშინია.
აქ ბენი ბიბლიოთეკაში წიგნს კითხულობს, რომელიც ახალი ბავშვია და მეგობრები არ ყავს, მაგრამ მოულოდნელად ერთ წიგნს გადაშლის და ნახავს ბნელეთს. მოკლედ 1908 წლის აფეთქებაზე წაიკითხავს ბენი, რომელმაც 88 ბავშვის შეიწირა. მოულოდნელად კი ერთ ფურცელს გადაშლის და ვაიმე ბავშვი მოჭრილი თავი. ის წიგნს დახურავს შიშით, მაგრამ მოულოდნელად ბუშტი გაუვლის უკან. მაგრამ ვერავინ ვერ ამჩნევს ამ ბუშტს. ბენი გადაწყვეტს რომ ნახოს თუ რა ხდება და დგომის კვერცხს დაინახავს, რომელსაც მიყვება და არქივებში ჩავა. არქივზე ჩასული რაღაც ხმას გაიგებს და რო გამოტრიალდება უთავო ბავშვს დაინახავს როგორ ჩამოდის კიბეებზე. ბენი შეხედავს და მონსტრიც გამოეკიდება, მაგრამ როდესაც ბენი უკან გაიხედავს და ირახავს იმ კლოუნს, რომელმაც ჯორჯი შეჭამა. შემდეგ კი ბენის დასულ ადამიანს შეჯახება და როდესაც უკან გამოიხედება, უკვე გამქრალია ის უთავო ბავშვი. კარგი. ახლა უყურე. კარგი, მოდი ვაღიაროთ, რომ ეს ქალი პენივაიზითაა შეპყრობილი, ხო? ანუ მოდი ეგ ვაღიაროთ, გადავაგდოთ. აქ პენივაიზმა დაუშვა ის შეცდომა, რომ სახე ანახა ბენს. ეს კი ძალიან დიდი შეცდომაა, იმიტომ რომ ბენმა უკვე იცის, ანუ პენივაიზი რაც არის, იმ დრო თუ წიგნის მონაკვეთს უყურებთ, ნახავთ რომ ბენს აქვს მტკიცებულება, რომ პენივაიზი რეალურია, რადგან წიგნში ფოტოები ჩანს და უცნობი კლოუნი მარიაჟობს და მატროკვეთსობს აქეთ-იქით. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მტკიცებულება გვაქვს, რომ ამდენი წლის მანძილზე ეს 88 მკვლელობა და ამდენი ტერორი არ იყო, ეს უბრალოდ დამთხოვა და ამ ყველაფრის უკან ვიღაც ძალიან საეჭვო ადამიანი დგას. ადამიანი ბჭყალებში. ასევე პენივაიზ მე მგონი რაღაც ფეტიში აქვს, იმიტომ რომ ბავშვს რო აშინებს და მე ეს ბავშვი რომ დასულ ადამიანს ეჯახება, პენივაიზი ქრება. ამიტომ მოდი ასე რაღაც გავაკეთოთ, ჯგუფება დავიყოთ და მშობელი შვილი, ასე ძალიან კარგი დუო გამოგვივა და შეგვიძლია რომ გავნაწილდეთ და პენივაიზი ასე ვერაფერს დუერ დაგვაკლებს. ნუ ეხა მერე არა, ეხა რა ამ ფილმში, ეხა მე რომ მანტყოფილიყავი, ალბათ მოგდევოდი პირველივე შეხვედრაზე, მაგრამ მაინც რა, ეს კაი იდეა არის. ასევე ჩვენ თუ რუკას გადავხედავთ, გავიგებთ რომ მარტო დერიში ხდება ეს ყველაფერი, ამიტომ ჩაალაგე ბარგი და დავაი მოხი აქედან. აი ასე მარტივად შეგიძლია რომ დაამარცხო, მაგრამ პენივაიზი გაგიშვებს. ბიბლიოთეკიდან გამოსული ბენი შიშია და არ იცის რა გააკეთოს, მაგრამ მალე ყველაფერი ისევ და ისევ ცუდისკენ შეიცვლება, რადგან ბულერებმა დაინახეს. ამ ბიჭებმა ახლა ბენი უნდა დატანჯონ, მაგრამ ბენი დაინახავს მანქანას, რომელიც მისკენ მიდის და საშველად დაუყვიროს, მაგრამ ეს დებილები რა თქმა უნდა არ გაჩერებენ და შემდეგ ბუშტი ამოვა უკანასაბარ გულიდან. დიდუ პენივაიზი აქ არის. ამბულერმა საკუთარი დანა გააძრო და ახლა საკუთარ სახას ტვიფავს ამ ქორატიკინას მუცელზე. მაგრამ ქორატიკინა ახლა რა თქმა უნდა დაარტყამს და გადავარდება საცხად ჯანდაბაში. ბულერები გადაყვებიან რომ ნახონ სად არის, მაგრამ დაკარგეს. მანამდე კი ბილი და თავისი ბანდა ეძებენ ბილის დაკარგულ ძმას ჯორჯის და ნახავენ დაკარგული ადამიანის ფეხსაცმელს, მაგრამ მალევე ყვირილი მოესმება და რო გაიხედებენ გარეთ დაინახავენ ბენს, რომელიც დაჭრილია და ხოხავს. სანამ ეს ყველაფერი ხდება, ერთად ბულერს კანონიზაციის ნახმები მოესმება. ბაუერი, ანუ ბულერი, სანთებელათი და სპრეით შევა გამოქვაბულში. ბენის დაწვა უნდა, მაგრამ მოულოდნელად რაღაც არასწორად წავა. და როდესაც ცეცხლს გაანათებს, რომ დაინახოს თუ სად მიდის, 4 გვამს აღმოაჩენს. ის უკან გაიქცევა, მაგრამ მოულოდნელად გისოსებს შეეჯახება. და როდესაც უკან გამოიხედება, მას ბუშტი უახლოვდება. როდესაც ბუშტი გასკდება, ვაიმე აქ არის! ახლა უყურე! ერთადერთი მიზეზი ახლა რადგან პენივაიზ მე მხარს უჭერ, ის არის რომ ეს ბიჭი ბულერია, სხვებს ავიწროებს. ძალიან უხერხულ სიტუაციაში აყენებს. ამიტომ ხო, დაბიუ პენივაიზი ამ ერთ შემთხვევაში. მაგრამ ამ ბავშვის თავში ერთი რაღაცა მინდა რომ ვიცოდე. რატომ არ გამოიყენა სპრეი და სანთებელა, როცა რატო არ წაიღო? აი პენივაიზთან რატო არ გამოიყენა სანთებელა და სპრეი? თუ ასეთი მაგარ შესაძლებლობა ქონდა. მიენათა ეგრევე, მიენათა და იქნებ რა მოუვიდოდა, რა იცოდა. მაგრამ არა, დააგდო და გაიქცა. ასევე რომ გავტევს რომ მშობლები მართლა მტვინ გამორიცხლები არიან თუ არა, რა გავაკეთოთ? რომ შევამჩნევთ მოძრაო მანქანას, წიხლი დავარტყათ ბულერს და თუ მანქანი მძღოლი გააჩერებს ან დაუმუხურჭებს ან დააპიპინებს ან გვერცაულის, მაშინ რეალური ადამიანია. მაგრამ თუ გადაუარა, აი მაშინ უკვე მივხვდებით რომ ტვინ გამორიცხლი ხალხია და ემპათია არ აქვს. ასევე ჩვენ აქ ხედავთ პერსონაჟს სახელად ბევერლის, რომელსაც P3D ფილი მამა ყავს და ნუ მყნოსავ შენ. და ბევერლის რადგან არ უყარს საკუთარი მამა,
თმებს მოიჭრის, მაგრამ არ იცის რომ ეს საქციელი ძალიან ცუდად შემოუქმდება. ახლა უყურე. კარგი, მოდი ახლა უკვე მტკიცებულება გვაქვს, მაგრამ თუ უფრო ღრმადიან მტკიცებულება თუ როგორ არის ამ მშობლები ტვინ გამორიცხილები, მაშინ ეს ვთქვათ რომ სახლში, სადაც ეს ბავშვები შედიან, განსხვავებულ სცენებში ერთი და იგივე შოუ არის. ერთი და იგივე შოუ. და ამ შოუს თავარი სიტყვა ისი რა არის? კლოუნი. კლოუნი. მოკლედ, თუ ბენს უნდა რომ სხვებიც მოიყვანოს გონზე, მაშინ უნდა თქვას ასეთი სიტყვები, რომ მე შემეშინდა წიგნში მოჭრილი თავის. შემდეგ კი ჩავედი არქივებში და მოჭრილი ბავშვი დამესხა თავს. ამას რო იტყვის, თან რადგანაც ბენს უკვე რესეტშია გაკეთებული და მოძიებულია ყველაფერი და იცის კვლელი კლოუნი ვინ არის და იცის თუ რა ხდება და ფოტოებიდანაც იცის თუ რა ხდება და როგორ უჩინარდებიან ბავშვები, მაშინ თუ იტყვის რომ მე უთავო ბავშვი გამომეკი და მაშინ სტენლიც იმავე იტყვის რომ მე ნახატი შემეშინდა და გამომეკი და ვიღაცა გრძელსახიანი სლენდერმენი და აი ასე უკვე შეგვეძლება რომ ერთად დავაკავშიროთ წერტილები და უფრო მარტივი იქნება რომ გავიგოთ. იმავე საღამოს ედი სახლში მიდის, მაგრამ გავლის ამ საზარელ სახლს, რომლის კარი მოვლოდან გაიღება და ედის მოვლოდა ტაბლეტები დაუვარდება. როდესაც აკრიფავს ბოლო ტაბლეტს ვიღაც უცხო რაღაც საზიზღრობა აიღებს და ეტყვის ედის, ეს დამეხმარება? ედი გაიქცევა და მონსტრიც გაეკიდება, მაგრამ როდესაც უკვე ედი უნდა გაიქცეს, შემოტრიალება და ის აქ არის. პენივაიზი ეტყვის ედის, რომ შემომიერთდიო, მაგრამ თქმა უნდა ედი არ შეუერთდება და პენივაიზი გაქრება. ამ მასობაში ბევრი საკუთარ სახლშია, სანამ კონვერტს არ დაინახავს მიწაზე. იგი აიღებს კონვერტს და საფეხაშოში შევა, რომ მამამისმა არ ნახოს. და ძალიან მოეწონება ეს კონვერტი, მაგრამ მოულოდნელად ნიჟარიდან ხმებს გაიგებს. ბევრი მივა და ეტყვის, თქვენ ვინ ჩემი ფეხები ხართო? და ნიჟარა ეტყვის აქეთ, რომ ჩვენი ყველა ის დაკარგული ბავშვი ვართო, რომელიც დერიში დაიკარგაო. ბევრი კი აიღებს საზომს და ჩასთხრის ნიჟარაში, რა ხდებაო. მაგრამ მოულოდნელად საკუთარი მოჭრილი თმები გამოვა, სისხლიანი. შემდეგ კი საკუთარი თმები შებუჭავს ბევერლის, როდესაც უნდა გავიდეს სისხლი ამოასხამს ნიჟარიდან და სახეში შეესხმება მთლიანად. ბევერლი კუთხეში ასლოკინდება და მამამისიც შევარდება, რა ხდება რამე ხო არ გიჭირსო. და როდესაც ბევერლი შეეკითხება, მამა ამდენ სისხლს ვერ ხედავ? მამამისი ეტყვის, არა. ჰა? სად არის? ჰა? სად არის? სად არის, ჰა? სად არის? ახლა უყურე. კარგი, ესე იგი, მოკლედ ბევრი ფიქრი არ უნდა იმას, რომ ბევერლის ეშინია, რომ ქალია. მაგის ეშინია, იმიტომ რომ როდესაც ტამპონი იყიდა, ბიჭებისთვის რო ენახებინა, ეგეც შეეშინდა. ასევე ბევერლი ბიჭურად შეიჭრა თმები, რადგან მამის თავისი გოგოური თმები უფრო მოსწონდა. ამიტომ ერთი დასკვნა არის. ამ გოგოს გოგოების ეშინია, ხოლო ედის ეშინია ბაქტერიების და germs მაგების. იმიტომ რომ ასეთი ბინძური რაღაც ასწაული გამოიკიდა. ბილი უცებ გაიღვიძებს და სარდაფიდან ხმას გაიგებს. სარდაფში ჩასული კი გაუგლდება, რადგან ჯორჯის დაინახავს. ჯორჯი ეტყვის ბილს, რომ შემომიერთდი, მაგარ დროს ვატარებთო, მაგრამ ბილი ეტყვის, რომ მოვლენად კი ჯორჯი გადაიქცევა რაღაც გვამად და პენივაიზი ამოფრინდება და თავისი სახით აკეთიკით ფართხუნით გაეკიდება ბილს. ბილი გაიქცევა, მოასწრებს, მაგრამ ტერორი ახლა იწყება. და ამდენი საზარელი მომვლელის მერე ძლივს ხალხი მიხვდება, რომ ეს ყველაფერი დამთხოვ არ არის და რაღაც მართლა ცუდი ხდება. მოულოდნელად კი ბულერის მანქანას და ველოსიპედს დაინახავენ და მიხვდებიან, რომ ვიღაცას მაგარი აბულინგებენ. ბავშვები გაყვებიან ამ გზაზე ნახავენ მაიკს, თუ როგორ აბულინგებენ ეს დაწყევლილი ბულერები. და როდესაც მაიკიზებით აიხედებს და ინახავს ამ საყვარელ ულამაზეს კლაუნს, რომელიც მოიჭრილი ხელით ხელს უქნევს როგორი ყურადღებიანი ადამიანი. ბულერი ქვას აიღებს და სახეში უნდა ჩაზილოს, მაგრამ მოულოდნელად გადაარჩენენ ჩვენი ლუზერთა ბანდა და წავა ქვების ომი. ბავშვები ბულერებს შეაშინებენ, მაგრამ ახლა უყურე. მოკლედ, ყავს ჩვენ საზარელი კაციჭამია კლოუნი და ყავს ჩვენ ბულერები. ამ ორივეს რომ მივხედოთ, ეგ ძალიან დიდი ჭუჭუსელოა. ასე რომ არავის არ აქვს მაგის ნერვები. რა ვქნათ და ფრაზა გაგიგიათ, ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარი არისო. ხოდას რაღაცას გავაკეთებთ. გასლაითინგი და ბლექმეილინგი. ეს დასერჩეთ, რადგან ძალიან კაი და საჭირო რაღაც არის ახლა. იმდენად უნდა შევაშინოთ ეს ბულერები, იმდენად, რომ პენივაიზი მივიდეს
და ამ ბულვერებს თითი დაუქნიოს და ყური მოაჭამოს პირდაპირი მნიშვნელობით ოღონდ. და ამას როგორ გავაკეთებთ? უმარტივესა დამშვიდდი. უბრალოდ პლაკატები გააკარე ამ ბიჭების სახეების. აი ხეზე, კედელზე, ეშინდებათ, ეს რა არისო? და რამდენი ბავშვი გავიჩინარდაო? მე რატო ვარო შემდეგიო მე ვარო? და შიში ჩავარდებიან და პენივაიზი მივა და ახო მოაჭამს ერთ ადგილს, ასე რომ ხო, მადლობა გეგმისთვის. ამასობაში ბენი გარკვევს, რომ ყოველ 27 წელს ხდება ასეთი რაღაცეები. და ხო, ყველანი გაიღვიძებენ და დაიწყებენ საუბარს იმაზე, რომ ხო, მე ისიც მეშინო და ჩემი მშობლები დაიწუნენ და მარტო მე გამოვაღწია და კლოუნმა ეგეთი რაღაც მე გამიკეთა და ყველანი გამოვიდნენ და ძლივს თვალები აიხილეს. ბილი კი შემდეგ თავის ლუზერთა კომანდას წაიყვანს საკუთარ გარაჟს, სადაც აქვს დერის რუკა. და ყველა შემთხვევა, რაც კი პენივაიზ ხალხი შეუჭამია, ყველა ერთ წერტილში იყრის თავს. იმ სახლის ლოკაციაზე. მოულოდნელად კი ედის პანიკური შეტევა დაეწყება და ჩამოხევს რუკას, მაგრამ კიდევ ერთხელ მოულოდნელად ბილის მშობლების ძველი ფოტოები გაიხსნება და ბილის დედას ნელ-ნელა შეეძლება და პენივაიზი გახდება. მაიკი ფეხს დაარტყამს პროექტორს და წააქცევს. მაგრამ პენივაიზი გამოხტება და ბავშვებს შიშამდე ჩაჯმევინებს ბავშვებს. შემდეგ კი ბავშვები გარაჟის სინამდვილე შემოუშვებენ და პენივაიზი გამქრალია. მაგრამ ერთი პრობლემა არის. ეს ამტკიცებს იმას, რომ უკვე პენივაიზი არ ეშინია, რომ ჩვენს წინაშე წარდგეს. ანუ არა მორცხვი უკვე. აღარ იმალება. მოდით აქო. ახლა რადგანაც ფილმა იცის უკვე საცხოვროს პენივაიზი, უნდა რომ დაადგეს და დაადგეს გალანდოს, მაგრამ არა ძმა. თავისი გუნდელები არა. ამიტომ ბილი მარტო მივა, მაგრამ მეგობრობა რა თქმა უნდა ის მეგობრობა, თუ გაჭირობაში არ დადგების საკუთარი მეგობრის გვერდით და ყველანი ასე friendly-ვი მეგობრების სახლში შევლენ და მეორე სახლზე ავლენ. როდესაც ტირილი მოესმებათ, მოდან კი ედი საკუთარი სახელის გაგონებაზე მეორე მხარეს წავა და აი აქ ჩაფროდება ყველაფერი რა. ბილი და რიჩი ვერც კი შეამჩნევენ და ედი უკან დარჩება. და როდესაც უკვე ედი გაანალიზებს უკან დარჩა და რომ ცდილობს რომ ბილი და რიჩის დაეწიოს, მოულოდნელად მიწა ჩაინგრევა, ედი ძევიდან ჩამოხტება და ხელს ეგრევე სახის ზვალს გადაუღუნავს. ხო, ხელი მომწყდარი აქ. მოულოდნელად კი მაცივარი კიდევ ერთხელ გაიხება. ვიცი ძალიან ბევრჯერ ვიძახე მოულოდნელად, იმიტომ რომ მართლა ძალიან მოულოდნელია, ბიჭო რა. მაცივარი გაიხება და პენივაიზი გადამოვა. პენივაიზი გამოვა და ედის ეტყვის რომ შენი მომეცი და უნდა შეჭამოს, მაგრამ ბილი და რიჩი შემოვარდებიან და კლოუნი გატრიალდება და იტყვის რომ მე მოვკალი ჯორჯი what you gonna do? რას გააკეთებო? და მე დაჩარჯავს, მაგრამ ბევრი გადაარჩენს მათ. შერჭობის შემდეგ ბავშვები ედისთან მივლენ რომ შეამოწმონის, მაგრამ შემდეგ პენივაიზი შემოტრიალდება და მათ ანიშნებს რომ აღარ ხუმრობს. პენივაიზი მაცის კლანჭებს დაგვანახებს და ბენს გაუცნობს მუცელზე. შემდეგ კი ფუსიბოივით გაიქცევა. ბილი კი ნახავს თუ როგორ ჩაძვრა პენივაიზი ჭაში. გარეთ გასულნი კი რიჩი ეტყვის ბილს რომ გაუშვი მკვდარია შენი ძმა, მაგრამ ბილი ამას არ მიიღებს და შენი გლანდი ამოვიღეო ეგრევე ეტყვის. ჩხუბი მოხდება, მაგრამ ბავშვები ნელ-ნელა დაიშლებიან და პენივაიზის გეგმა გამართლებს. ახლა კი ისინი ყველა ცალ-ცალკე არიან. ახლა უყურე, მოკლედ, მეცნიერები მომეშალა. რადგანაც მამაჩვენი მუშაობს ჰიდროელექტროში, ეგრევე ჰესში მივალთ და დავაყუმბარებთ და ჩავცხრილავთ და წყალს ჩავუშვებთ ყველა კანალიზაციაში და ამოვრეცხავთ და ამ კლოუნს გამოვაგდებთ ყველანაირ კანალიზაციიდან ჩავრეცხავთ და ამოვტუმბავთ ყველა კანალიზაციის წყალს. რა გავაკეთო სხვა? რა გავაკეთო? და თუ ფლიანი ქალაქი დაიტბორება ამის გამო, რა ჩემჭუჭუდ მინდა ქალაქი, სადაც ხალხი არაფერს არ აკეთებს და ტვინ გამორიცხილები არიან. დადებილებული ხალხი, მე რა მინდა? გავაკეთო ძმაო, ჩავრეცხოთ, გადავაგდოთ პენივაიზი, გადავაგდოთ და გამოვრეკოთ ორი წყლიდან გამანებით. ორი თვე გავიდა მაგის მერე და ბევრი სახლიდან უნდა გავიდეს, მაგრამ მისი PDF ფაილი მამიკო ეტყვის. შემთელი ზაფხული ბიჭებთან იყავი, რამე ხო არ გიმაიმუნიაო. ბევრი ეტყვის რომ არა ძმაო, მე რამე მაიმუნიაო, მაგრამ მამისი არ ენდობა. და ამიტომ ბევრი გაიქცევა ტუალეტისკენ. და როცა მამისი მიყვება და კარს შეამტრევს, გადაწევს ფარდას და ბევრლის თელი ძალით ტუალეტის სასობს თავში გაარტყამს.
თესაც გამოტრიალდება ხო? აჰა, აგერ არის. ბილი მანამდე ბევერლის სახლში მივა და როდესაც კარი ღია დახტება გაგიჯდება. შემდეგ კი საპრაჟოში შევა და დაინახოს პენივაიზის მესიჯს. წერია რომ ბილი მოკვდება თუ ბევერლის ძიებას დაიწყებს. ბილი რიჩისთან მევა და ეტყვის ჩვენი მეგობარი განსასწრებია. აწიე შენი უკანალი და წამო დამეხმარეო. ნიჩი კაი ბაზარი არის. და ასე შეიკრიბება ბანდა მიულენი მოტოვებულ სახლში. მაიკი წაიღებს თავის იარაღს და დაიწყო შოუ. ბევერლი კი სადღაც სიბნელეში არის რა გააკეთოს. აქეთი გაიხედება, გამოიხედება, არის მაგრამ მოლოდნელად ზევით აიხედება და ბავშვების სვენა არის და ფინავენ აჭებიცები. მოკლედ პენივაიზიც ეკვა კოპირაიტის მომტანია, ასე ვფიქრობ, ამიტომ პენივაიზი მოკლედ ყელში მოუჭეს ბევერლს, ბევერლს არ მეშინიაო, შედეგი პენივაიზი პირს დააღებს და თავისი დედლაითის მეშვეობით ბევერლის, რადგან პენივაიზის ფორმის ასახვა ადამიანის გონებაში არ შეუძლია, დაბრუნდება. მოკლედ, ბევერლის ძლივს იპოვიან. მაგრამ როდესაც ბილს უნდა რომ გაარკვიოს როგორ უნდა ჩამოიყვანოს ამ ხელა გოგო ზევიდან, ჯორჯი გადაუფრენს თვალწინ. ბილი გაყვება, მანამდე კი სხვებიც ნახავენ ბევერლის და ჩამოიყვანენ, მაგრამ რადგანაც არაფერი არ მოქმედებს, ბენი საკუთარ ხელებში შეიღებს ამ პატივისცემას და ბევერლი გამოიღვიძებს და ყველა ერთად ჩაეხუტება. ბილი კი 1 წლის შემდეგ და 2 თვის მერე ძლივს ნახავს საკუთარ ძმას. მაგრამ იცის რომ პენივაიზია და ცხაბთან ეგ თუში დაახრის ტყვიას. შემდეგ კი როცა ყველა ფიქრობს რომ ყველაფერი მორჩა, მოულოდნელად კანკალს დაიწყებს ჯორჯი ბჭყალებში და პენივაიზი ადგება. გაბრაზებული კი დაჩარჯავს მაგათკენ და დაიწყება ვაივაგლახი. 1-2 შემორტყმები, დაჭერები, პენივაიზი ცდილობს რომ სახეები მიიღოს და ამავე დროს ბილს აიყვანს. ძელა დაეთქვის რომ მე ყოველდღე თქვენი შიშით გამოიყვებებიო, წადითო, თორემ თქვენც მოკლავთო. მაგრამ ის შეეთქვის რომ არა ძმაო, ჩვენ რო წავიდეთ, უკვე ძალიან ახლოს მოვედით. რატომ უნდა წავიდეთო? ამიტომ პენივაიზი კიდევ ჩარჯავს, მაგრამ ეხა უკვე სახეს ახევენ, აი ამ სტრის დანიშნულებით, აი ნოუდივს გაუკეთებენ. შემდეგ პენივაიზი შეცოდავა, ჩავა, ჭაიში და გაქრება. უიმი, როგორ ცემეს, მია დაპულიკეს. შემდეგ სცენაში კი ბევერლი ზის თავის ლუზერ გენგთან ერთად და ეტყვის რომ მე 27 წლის მერე ვნახეო მომავალიო და ჩვენ კიდე დაუბრუნდებითო რომ პენივაიზი მოუკლათო ბიჭებო. ჩემთან ერთად ხართო ბიჭებო და ყველანი ერთმანეთის ხელებს გაიჭრის და ფიც დადებენ რომ 27 წლის შემდეგაც დაბრუნდებიან რომ პენივაიზი დაამარცხონ. მაგრამ შენ რას ფიქრობ? როგორ დამარცხებდი პენივაიზს იგიდან? დაწერე კომენტარებში და არ დაგაკვირდოს ვიდეოს დალაიქება. მე კი მომავალ ვიდეოდ დაგემშვიდობები და შემდეგ როგორ დავამარცხომდე. ხო, შემდეგ ვიდეო იგის მეორე ნაწილი იქნება, რომ მაგას დაელოდეთ და ახლა უფრო ხშირად დავდოთ ვიდეოებს.